თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. წლის 12 დეკემბრის ყინვიან ორშაბათ დილით 25 წლის საზოგადო მოღვაწემ თავისი Upper East Side-ის სასახლე დატოვა, რათა თავისი უმცროსი დის, მარჯორის მომავალი დებიუტანტის წვეულებისთვის კაბები ეყიდა. მეგობარს უთხრა, რომ დედასთან ერთად მიდიოდა საყიდლებზე, ხოლო დედას უთხრა, რომ წასვლა მარტო ერჩივნა. დიდარი და კარგად ცნობილი არნოლდების ოჯახის უფროს ქალიშვილსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დიშვილს თან ნაღდი ფულით $30 ჰქონდა. დღევანდელი ექვივალენტით თითქმის $1000 და ნიუ-იორკის მაღალი მოდის შესაბამისად იყო ჩაცმული. სამკაულები და პასპორტი სახლში დატოვა. დღეს მოგიყვებით ნიუ-იორკის ყველაზე ძველ გაუჩინარების გაუხსნელ საქმეზე, რომლის ეპიცენტრშიც დოროთი არნოლდი აღმოჩნდა. საქმეზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე True Crime-ის ჟანრს პრესაში, სადაც საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული გამოცანის ამოხსნაში, თუმცა შედეგი დღემდე ნულოვანია. ამბავი კი ასე დაიწყო. საყიდლებისკენ გზაზე თვითმხილველების ცნობით, კარგ ხასიათზე მყოფმა დოროთიმ იუმორისტული წიგნი იყიდა, ეს იყო ედვარდ მარტინის იუმორისტული ესეების კრებული, დამწყები ცოლის ფიქრები და Park and Tilfordში ნახევარფუნტიანი შოკოლადის ყუთის საყიდლად გაჩერდა. ცოტა ხნით ადრე, დღის 2 საათამდე 27 ქუჩისა და მე-5 ავენიუს კუთხეში დოროთი შემთხვევით შეხვდა მეგობარს. მოკლე საუბარში მან შემთხვევით ახსენა ცენტრალურ პარკში გასეირნების გეგმა სახლისკენ გზაზე. შემდეგ დაემშვიდობა მეგობარს და სამუდამოდ გაუჩინარდა. დოროთი ჰარიეტ კამელ არნოლდის გაუჩინარება ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ და იდუმალ საქმედაა მიჩნეული. 1910 წლის 12 დეკემბრის შემდეგ მისი ბედი დღემდე უცნობია, რამაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უამრავი თეორია და სპეკულაცია წარმოშვა. 1910 წლის შემდეგ მე-5 ავენიუზე ათასობით ადამიანი დაიკარგა, მაგრამ დოროთი არნოლდი რჩება ერთად-ერთად, რომელიც ასობით მოწმის თვალწინ გაუჩინარდა. 12 დეკემბერს მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. დოროთის სახლში ვახშმად არ დაბრუნდა. ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ღამით მათ მეგობრებს დაურეკეს. დილით კი, როდესაც ის კვლავ არსად ჩანდა, არნოლდებმა ადვოკატი და კერძო დეტექტივების ჯგუფი დაიქირავეს პინკერტონის სააგენტოდან. მათ პოლიციაში 6 კვირის განმავლობაში არ დაურეკავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ დოროთი არნოლდის საქმე საგამოძიებო თვალსაზრისით გარდამავალი ეპოქის სიმბოლოა. პერიოდის, როდესაც კერძო დეტექტივების მეთოდები ჯერ კიდევ უფრო ეფექტურად ითვლებოდა, ვიდრე პოლიციის მუშაობა. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის ეს ფაქტი მაშინვე საეჭვოდ ჟღერდა, თუმცა შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის, როდის და რას ჰკითხავთ საქმეზე. მაშინ, ვფიქრობ, პოლიციის მიმართ დამოკიდებულება იმით შემოიფარგლებოდა, რომ ისინი მუშაობდნენ ბუნტის თავების, იმიგრანტების და კრიმინალების საქმეებზე. აცხადებდა დოროთის უმცროსი ძმა. გარდა ამისა, მაშინ ხალხი ცდილობდა შეენარჩუნებინა კონფიდენციალურობა, იხსენებდა მოგვიანებით ის. პინკერტონი კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კერძო საგამოძიებო უწყება იყო. მათი დეტექტივები აკვირდებოდნენ საავადმყოფოებს, მორგებსა და სასტუმროებს, არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ ფილადელფიასა და ბოსტონშიც. ასევე აგენტები გაგზავნეს ევროპაშიც, რათა შეემოწმებინათ გემები, რომლებიც ნიუ-იორკიდან გადიოდნენ, რადგან ეჭვობდნენ, რომ დოროთი შესაძლოა საზღვარგარეთ გაპარულიყო. პოლიციამ და დეტექტივებმა შეისწავლეს დოროთის ოთახში არსებული ყველა ნივთი, მათ შორის იპოვეს დამწვარი ფურცლები ბუხარში. მაშინდელი ტექნოლოგიით მათი აღდგენა შეუძლებელი იყო, თუმცა მათ დაასკვნეს, რომ ეს იყო ჟურნალებისგან მიღებული უარყოფითი პასუხები მისი მოთხრობების დაბეჭდვაზე. გამომძიებლებმა შეამოწმეს მისი საბანკო ანგარიშით და აღმოაჩინეს, რომ მას დიდი თანხა არ გაუტანია, რაც დაგეგმილ გაქცევას ნაკლებ სავარაუდოს ხდიდა. დოროთი არნოლდის შემთხვევა ასევე იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ფოტოგრაფია მასობრივად გამოიყენეს ძებნისთვის. დოროთის ფოტოებიანი ფლაერები დაურიგდათ პოლიციელებს მთელს ქვეყანაში. გაზეთებში დაიბეჭდა მისი დეტალური აღწერილობა, რა ეცვა, როგორი სიარულის მანერა ჰქონდა და რა ნივთები ჰქონდა თან. გაუჩინარების წინაღამეს არნოლდების სახლში რამდენიმე ანონიმური სატელეფონო ზარი შევიდა. იმ დროს
ტელეფონი იშვიათობა იყო და ოჯახის წევრებმა ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. თუმცა მოგვიანებით დეტექტივებმა ეს ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს. თითქოს ვიღაცა მოწმებდა სახლში იყო თუ არა დოროთი. გამოძიებაში ჩართული იყო მედია, რომლის გაბატონებული სპეკულაციები სოციალურად დამანგრეველი იქნებოდა ოჯახისთვის. მოგვიანებით კი უფრო ზუსტად მაშინ, როდესაც პინკერტონის დეტექტივების ჯგუფი უშედეგოდ დაიშალა, ფრენსის როუზ არნოლდმა უხალისოდ დარეკა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში და 25 იანვარს პრესკონფერენცია გამართა. მან დეტალურად აღწერა დოროთი. 178 სანტიმეტრი სიმაღლის, 68 კილოგრამი წონის, ლამაზი და ელეგანტური კოჭებამდე სიგრძის საზღვაო კაბაში და ხავერდის ქუდში. მანვე $1000, დღევანდელი დაახლოებით $33,000 სოლიდური ჯილდო შესთავაზა ყველას, ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც დოროთის ადგილსამყოფელს აპოვნინებდა. მეორე დღეს დოროთი არნოლდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ნიუ-იორკ ტაიმსის პირველ გვერდზე მოხვდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ პოლიცია თვლიდა, რომ დოროთი დაქორწინების მიზნით გაიქცა და არა უკანონო ქმედების ან თვითმკვლელობის მიზნით. გარდა ამისა, სტატიაში ყურადღება იყო გამახვილებული მის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ოჯახში სიგიჟის კვალი არ შეინიშნება და ახალგაზრდა ქალს არასდროს გამოუვლენია პრობლემური ნიშნები. თუმცა ის წიგნების მოყვარული იყო და რამდენიმე ენაზე საუბრობდა, წერდა ჟურნალისტი. მართლაც დოროთი არნოლდი თავისი ეპოქისა და სტატუსის მქონე გოგონების უმეტესობას არ ჰგავდა. ფილადელფიის ლიბერალური კოლეჯის, ბრინ მავრის კოლეჯის, ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ოცნებობდა, მწერალი გამხდარიყო და მაკლური ჟურნალში მოთხრობებსაც აქვეყნებდა. ცნობილია, რომ ოჯახი მის მიზნებს მომავალთან დაკავშირებით არ იზიარებდა. მოგვიანებით დოროთიზე არაერთი გავლენიანი გამოცემა წერდა, მათ შორის ტაიმსი. მის არნოლდი საიდუმლო ბუნების არ იყო, აღნიშნული იყო სტატიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ახალგაზრდა თაყვანისმცემელი ჰყავდა, ოჯახის წარმომადგენელმა გუშინღამით განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა დანიშნული, რამდენადაც მათ იცოდნენ, წერდა პრესა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დოროთი ბევრ საიდუმლოს მალავდა და მედია ამ საიდუმლოების ამოცნობას აპირებდა. საიდუმლო ცხოვრებაზე პირველი აჟიოტაჟი 15 თებერვალს Daily News-მა ატეხა. გაუჩინარებამდე დოროთიმ თავისი სამკაულები ბოსტონის ესექსის სასტუმროში ერთკვირიანი დარჩენისთვის დასაფინანსებლად დააგირავა. მიუხედავად იმისა, რომ მან ოჯახს უთხრა, რომ კემბრიჯში შეყვარებულს სტუმრობდა, სინამდვილეში დოროთი ჯორჯ ეს გრიგომ უმცროსთან იყო. პიტსბურგიდან 40 წლის უმუშევარ ბაკალავრთან, რომელსაც ფარულად ხვდებოდა ბრინმორში ყოფნის დროიდან. მაშინ გრისკომს ნიშნობა ჰქონდა გაწყვეტილი კიდევ ერთ მდიდარ მემკვიდრესთან, რომელმაც ქორწილი წინაღამეს გააუქმა. მეგობრები ამბობდნენ, რომ გრისკომმა დოროთისაც სთხოვა ქორწინება, თუმცა მამამისი კატეგორიულად არ იწონებდა იდეას, რადგან დოროთის რჩეული ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. არნოლდებმა ყველაფერი უარყვეს, თუმცა გაირკვა, რომ დოროთის დედა და უფროსი ძმა ჯონი რამდენიმე კვირით ადრე ევროპაში გაემგზავრნენ, რათა მისი შეყვარებული ეპოვათ და ფიზიკურად შეხვედროდნენ. გრისკომმა უარყო დოროთის გაუჩინარების შესახებ რაიმე ინფორმაციის ცოდნა და აღუთქვა მის ოჯახის წევრებს, როგორც მის მიმართ სიყვარული, ასევე მისი დაბრუნების შემდეგ მასზე დაქორწინების განზრახვა. ცნობილია ისიც, რომ გაუჩინარების მომენტში გრისკომი იტალიაში იმყოფებოდა. პრესა კი სპეკულირებდა, რომ დოროთი მასთან გასაქცევად ემზადებოდა. გამომძიებლებმა გრისკომი სწორედ იტალიაში დაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, მანამდე არსებული ალიბი, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მყარი აღმოჩნდა. ნიუ-იორკის ყველაზე ძველ გაუჩინარებაზე სხვა თეორიებიც მრავლად იყო. 1914 წლის აპრილში პიტსბურგის გარეუბანში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოში, რომელიც საიდუმლოების სახლის სახელითაა ცნობილი, პოლიციამ რეიდი ჩაატარა. მათ დააკავეს S.S. მერედიტი, ექიმი, რომელიც არალეგალურ აბორტებს თავაზობდა პაციენტს და ამტკიცებდა, რომ დოროთი ერთ-ერთი იყო იმ მრავალ ქალს შორის, რომლებიც მის კაბინეტში გარდაიცვალნენ და სარდაფში კრემაცია მოახდინეს. ოჯახმა ამ თეორიას სასაცილო უწოდა. 2 წლის შემდეგ კი ერთმა მსჯავრდებულმა აღიარა, რომ ნიუ-იორკიდან მდიდარმა კაცმა მას $250 გადაუხადა, რათა მემკვიდრის ცხედარი ნიუ-იორკის გარეუბნის საცხოვრებელი სახლის სარდაფში გადაეტანა და დაემარხა. პოლიციამ ამ ტერიტორიაზე მრავალი სახლი გათხარა, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს. ისტორიკოსების ცნობით, სოციალური დაზღვევის ნომრების არარსებობის ეპოქაში გაუჩინარება ისეთივე მარტივი იყო, როგორც სახელისა და ვარცხნილობის შეცვლა. მოგვიანებით ბევრი ლამაზი შავგრემანი ქალი ითვისებდა დოროთის პირადობას. მაგალითად, 1914 წელს ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქალი სახელად ელა ნევინსი ამტკიცებდა, რომ ის დაკარგული საზოგადო მოღვაწე იყო.
თუ არ გჯერათ, რომ მე დოროთი არნოლდი ვარ, ციტირებდა მას გეტისბურგ თაიმსი. გკითხეთ ჩემს დას, მარჯორის. ის გაიგებს, რატომ არ პასუხობს მამაჩემი ჩემს წერილებს. ამავე პერიოდში არნოლდების ოჯახი მოიცვა უამრავმა მსგავსმა განცხადებამ და ყალბმა ჩანაწერებმა. ერთ-ერთ მათგანში ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ იყო დოროთის ხელით დაწერილი წინადადებაც. მე უსაფრთხოდ ვარ. სრულ თვითმხილველების მასიურ გამოჩენას გაზეთებმა შეუწყვეს ხელი. დოროთის ხედავდნენ ყველგან, ბოსტონიდან ევროპამდე, რამაც გამოძიება კიდევ უფრო დააბნია. გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ნახეს ქალი, რომელიც ზუსტად დოროთის აღწერილობა შეესაბამებოდა. ის ადგილობრივ მაღაზიაში შევიდა და იკითხა, სად ვარ, დამავიწყდა ვინ ვარ. სანამ პოლიცია მივიდოდა, ქალი გაუჩინარდა. ეს დეტალი ამყარებს ამნეზიის თეორიას, რომელიც მაშინდელ პრესაში ძალიან პოპულარული იყო. საჯაროდ კი დოროთის ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ის გაიტაცეს და მოკლეს. ეს იყო თეორია, რომელსაც მამამისი 1922 წლამდე გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა. კერძო საუბრებში შემორჩენილი ძველი ოჯახური ისტორია მოგვითხრობს, რომ მან $1,000,000 დახარჯა დოროთის დაუსრულებელ ძიებაში. მიუხედავად ამისა, ფრენსის არნოლდმა ანდერჩში დოროთისთვის წილი არ დატოვა, რადგან მისი ცოცხლად პოვნის იმედი საბოლოოდ ჰქონდა გადაწურული. გარდა ამისა, საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ფრენსის არნოლდი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი ცენტრალურ პარკში მოკლეს და სხეული წყალსაცავში გადააგდეს. თუმცა, როდესაც პოლიციამ წყალსაცავი დააშრო, იქ არაფერი აღმოჩნდა. მამის ასეთი დაჟინება, რომ შვილი მკვდარია, მიუხედავად იმისა, რომ ძებნა მხოლოდ დაწყებული იყო, ბევრს აფიქრებინებდა, რომ მან შესაძლოა იცოდა სიმართლე, რომელიც ოჯახის რეპუტაციას დააზიანებდა. საბოლოოდ საქმე იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ დოროთის ოჯახის წევრები სრულიად ერიდებოდნენ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთებას. მისი და მარჯორი კი მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სავარაუდოდ, ცნობადობის თავიდან ასაცილებლად, მან საბოლოოდ საერთოდ შეწყვიტა ოჯახის სახელის არნოლდის გამოყენება. დოროთის დედა მერი არნოლდი კი სიკვდილამდე ყოველდღე ათვალიერებდა გაზეთებს და არასოდეს შეუცვლია სახლში ავეჯის განლაგება, იმ იმედით, რომ თუ დოროთი დაბრუნდებოდა, ყველაფერი ისე დახვდებოდა, როგორც დატოვა. ეს ემოციური დეტალი კარგად აჩვენებს იმ ტრაგედიას, რაც გაურკვევლობამ ოჯახს მოუტანა. დღემდე დოროთი არნოლდის გაუჩინარება რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო საქმედ ნიუ-იორკის ისტორიაში. მისი ოჯახის წევრები, საზოგადოება და მედია საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინტერესდებიან შემთხვევით. სხვადასხვა თეორიები, გაქცევა, თვითმკვლელობა, მკვლელობა ან საიდუმლო ქორწინება არასდროს დადასტურდა. საქმის განხილვისას გამომძიებლები ამბობდნენ, რომ როგორც ჩანს, დოროთი ბევრ საიდუმლოს მალავდა. ის არ იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალიშვილი მდიდარი ოჯახიდან, ფიქრობდა დამოუკიდებელ მწერლობაზე, ფარულად ხვდებოდა საყვარელ ადამიანს და ხანდახან სახელის შეცვლით ცდილობდა დაემალა ცნობადობა. რაც შეეხება მისი საქმის გავლენას თანამედროვე კრიმინალისტიკაზე. საქმე ერთგვარი სახელმძღვანელოა იმისა, თუ როგორ არ უნდა წარიმართოს გამოძიება პირველ საათებში. თანამედროვე კრიმინალისტიკაში დამკვიდრდა აზრი, რომ გაუჩინარებიდან პირველი 24-48 საათი გადამწყვეტია. დღეს ნებისმიერი გაუჩინარებისას პირველი ეჭვმიტანილები ოჯახის წევრები და პარტნიორები არიან. დოროთის შემთხვევაში პოლიციამ თავიდანვე არ შეკუმშა წრე მის მამასა და შეყვარებულზე, რამაც შესაძლოა მათ საშუალება მისცა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაემალათ. გარდა ამისა, ეს საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გაუჩინარებულთა მონაცემთა ბაზების შექმნის აუცილებლობას და ბოლოს მედიასთან კომუნიკაციის პროტოკოლი. არნოლდის საქმე მაჩვენა, რომ პრესის ქაოსური ჩართულობა უფრო მეტ ზიანს აყენებს გამოძიებას, ვიდრე სარგებელს. თანამედროვე პოლიციას აქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მედიას.